მთავარი პრობლემა ყოველთვის გვითხოვს და კიდევ გავიმეორებ და თანაც მოკლედ რომ აღარ გისახავ თემის ფართოდ გაშლა რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა და რასაც დღეს იგივე ხალხი საქართველოში ცდილობენ რომ გააკეთონ ეს არის ყველაფერი დამსახურება უცხოელების იმ ევროპარლამენტარების და თუნდაც მოქმედი ელჩების ანუ ის უბედურობები რაც ტრიალებდა მაშინ აი მაშინ ეს არის მათ კისერზე ეს ცოდვები რა თქმა უნდა სააკაშვილს აძლევდნენ მაგის საშუალებას უშუალოდ შემსრულებელი ეს იყო და მათ დაატრიალეს საქართველოში ის უბედურება დღეს ეს ხალხი დემოკრატიის სახელით რაღაცა მანტია მოსხმულები ცდილობენ რომ ისევ ის საზოგადოების ის ნაწილი შეგვაჩეჩონ როგორც ხელისუფალი რათა როგორც ყველასათვის ცნობილია იძალადონ მოითმონ ხელი ანუ ამ ჯგუფებისთვის ახლა ვიზეც ჩვენ ვაპარაკოთ ხო აი ხელისუფლების წყარო ხალხი არ არის ისინი ცდილობენ რომ საზოგადოება გამოიყენონ როგორც ხელისუფლებაში მოსვლისათვის ერთ-ერთი საშუალება და მე როგორც ხდებოდა რა თქმა უნდა ისე გააგრძელებენ მათ სხვანაირად არ იციან ანუ საზოგადოება ამას მიხვდა შენ როდესაც ადამიანი მიხვდები რომ ვიღაცა ცდილობს შენს გამოყენებას როგორ მოიქცევი ანუ ერთი შანსია რომ თავი უნდა დაიშტერო და მეორე შანსია რა თქმა უნდა საკადრისი პასუხი უნდა გაცი დღეს აღარავინ თავს არ დაიშტერებს იმიტომ რომ დაიშტერეს უკვე დიდი ხანია აღარ გვინდა იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ჩვენი შვილებია და ჩვენი მომავალი ჩვენ უფლება არ გვაქვს ნამდვილად არ გვაქვს უფლება ვიღაცას დავანგრეინოთ ქვეყანა და რა თქმა უნდა გარდაუვალია ეს ის ხალხია რომელმაც ქვეყანა აუცილებლად უნდა დაანგრიონ ეგ არის ორჯერ ორი ის რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და ატყუებენ ამასაც ხო მივხვდით ვხედავთ ხო რომ რაღაცა საქართველოში ატეხავენ ამბავს ნებისმიერ თემაზე უტიფრად და ჩვენთან ეს თურმე სიტყვის თავისუფლებაა როგორ შეუულიათ მათ უფლება აქვთ ანუ ვაკვირდებით რომ ქაოსისკენ დღეს ხელისუფლებაში არ არიან და ქვეყანა მიყავთ ქაოსისაკენ ანუ მათ შეუძლიათ პოლიციელსაც დაარტყან სახელმწიფო მოხელესაც შეურაცხყოფა მიაყენონ დაარტყან ნუ ჩვეულებრივი მოქალაქეზე აღარ არის საუბარი იქ რო გაიარო ახლოს და არ მოეწონოთ დაახლოებით რამდენიც არიან სულ ყველანი მოგესევიან რაღაც როგორც ტურები და შეურაცხყოფას მოყენებენ ფიზიკურსაც და ასე შემდეგ ანუ ცდილობენ რომ ქაოსისკენ წაიყვანონ და ამაში ეხმარებიან მაგალითად ბრიტანეთის ელჩი რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადა თურმე ხელისუფლებამ რომ კანონი მიიღო გრანტებთან დაკავშირებით ნუ ხელს უშლის დემოკრატიას რანაირად გაბედეს და დემოკრატიას ხელს რანაირად უშლიან და გააუქმეს თურმე გრანტებთან დაკავშირებით რაღაცა შეთანხმება გრანტებზე თქვათ რა გრანტი იყო ეგრე ეხლა გრანტს ჩაეშალა პრაქტიკულად ჩაეშალა ან გაიყალბებინა არჩევნები ან გაშუქება გაიყალბა უყურე რა ხდება ანუ ოფიციალურად გვიცხადებდნენ რომ იმ ორგანიზაციებს ვისაც აძლევდნენ ეს ოპოზიცია როგორც არის ტაბულა და დანარჩენი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო და კიდე რამდენიმე ორგანიზაცია თურმე გააუქმეს და ამით ქვეყანა დაიქცა და მიზანი თურმე ამ გრანტის გაცემის იყო არჩევნების შეფასება და ობიექტური დასკვნის დადება. ანუ გაყალბება რა. ანუ გაყალბებას თავი დავანებო. უყურე რა ხდება. ელჩმა ერთი რომ იცის მიზანმიმართულად ვის აძლევს ამ გრანტს და მეორეა რომ თქვა და არ იცის. მაგრამ საზოგადოებას იმის ღირსათაც არ ხდის რომ მაგალითად მე ამისთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. ანუ მე რომ მეუბნები რომ ობიექტური შეფასებისათვის ფულს ვაძლევ ტაბულას არასამთავრობო ორგანიზაციებს ამადამ ჯგუფებს რომლებსაც ოფიციალურად აქვთ გაცხადებული პოზიცია რომ არჩევნები ახლა ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩაიშალოს საზოგადოებაში უნდა იარონ და უთხრან რომ არ უნდა გამოცხადდნენ და რაღაცა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ ანუ წინასწარ თავშივე გვიცხადებენ ესენი რომ არჩევნები უნდა ჩაშალონ და დაანგრიონ წინა არჩევნებთან დაკავშირებით ეს ხალხი პოზიციონირებდნენ როგორც რევოლუციონერები, ჩვეულებრივად რევოლუციაში იღებდნენ მონაწილეობას და ელჩი დღეს გვეუბნება რომ
თურმე დემოკრატიული განვითარებისათვის და სწორად ობიექტურად რომ შეგვიფასონ არჩევნები, ეს ფული უნდა მიცეს იმათ. ეხლა აქ საზოგადოება ხო თავად განჯის. საზოგადოება თვითონ განჯის ამ ყველაფერს. კი ბატონო, ეს საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს, იცის და შეფასებას აძლევს.